გეგმა შემდეგნაირი იყო. ჯერ უნდა გავფრენილიყავი თბილისიდან ურუმჩიში და შემდეგ ურუმჩიდან პეკინში. ამან გეოგრაფიის აზიარები რა უნდა სამსუთკა ნახევარ სულ ვარ დეიძინო ხლატანს გაადენეგრე არაფერი არ უნდა ფხენიანში საერთაშორისო ყოველწლიური მარათონი იმართებოდა, სადაც 200 უცხოოს მისცეს მონაწილეობის უფლება. 24 ყირგიზი იყო 1000 ტაჯიკი ბიჭები იყვნენ მაგარი ბიჭები ქართველებიც იყვნენ და ეხლა ველოდებით აქ რომ ყველა გამოვიდეს ჯგუფის ყველა წევრი და მე ავტობუსით უკვე წავალთ სასტუმროსკენ. მანენთან კაი გოტელიც არის მეორე შერთულზე 20 კაციან ჯგუფებად ვიყავით დაყოფილი. ამიტომ რამდენიმე ავტობუსი დაგვხვდა და თითო ავტობუსს 2 ადგილობრივი გიდი ყავდა მომაგრებული. რა სტრელიას პერვირიადო დეინახებიო 52 კაცი გეიყვანეს დახვრიტეს. ის მიხარია რომ პირველი ქართველი ვარ ვინც კონტენტს ჩამოიტანა ჩრდილოეთ კორეიდან. შენი მოდგინა რა ვიყოფილა იქ? ვინ არ ყოფილებო? ზარა ვინ არ ყოფილებო? უზარმაზარი სასტუმროა და მხოლოდ 2 ლიფტია, რაც იმას ნიშნავს რომ 200 კაცის აქ ასვლა ჩამოსვლა ძალიან დიდ დროს მოითხოვს რა. რა სტრელიას სტაროიგიადო და გეიყვანეს მეორე რიადი კიმ ირ სენი გახლავთ კიმ ჩენ ინის ბაბუა. მაგას სტაფილოსფერი ბაბუა ყავდა შოპერი კაცი იყო კენვარტის ზღოლი იყო შუღურე ბიჭო აბა შუღურე დეინახე რა უქნა ბიჭო. გაგო. ამის დაკული ბიჭი ღარამო დატოვა ქოშა Cheers! აბიჭო სადღიზენა ჩემი თამადობა ის რა ჩემს სირათულა უამრავი სათბურია აქ, სადაც მოყავთ სხვადასხვა ბოსტნეული. აქაურობა კიმ ჩენ ინმა 2022 წელს გახსნა. გახსნის ცერემონია, რომელიც თავისსავე არხზე აჩვენეს, აი ასე მიმდინარეობდა. მე ხახილი გერ უნდა მეტისა მე ამეზოშ დედის უნდა მეტისა მაგაში ხარ მაგრამ ხოლმე აღარ იგებს ეს ხალხი უგანო. საკმარისია პატარა წესი მაინც დაარღვიო ის რაც რეჟიმს არ სიამოვნებს გააკეთო, მერე უკვე ცოტა სხვაგვარად დატრიალდება შენთვის ყველაფერი. დედას მოგვიტყნა მე ბიჭო შემასწავლის სტრუქტურა გავაქროვე ბიჭო მოსახლეობას განსხვავებული აზრის ქონის უფლება არ აქვს. ისინი ვალდებულნი არიან იფიქრონ ისე, როგორც იმუდან ეტყვიან. იგი იღადა ხმას ხო დედა ქონა იმას მოთხოვნა ამწავს კიმ ირ სენის ხსოვნას მივაგე პატევი თუ მჯეროდეს. ბოდიში საიცხოვრო და ესუნათელა რასაც ეტყვიან, მხოლოდ ის უნდა აკეთონ და იმ ჩარჩოებში უნდა მოიქცნენ. ჩემი აზრით, ესეთი ცხოვრება არ არის. მაშინ იყო ცხოვრება მამაცმა რა იციან მაშინ იყო დრო ეს გახლავთ საუკეთესო და ყველაზე პოპულარული სიგარეტი ამ ქვეყანაში. აბიჯი ძლიშა გივიგენა პასი ჩრდილოეთ კორეაში წერს ვისწორებ მეგობრებო რომ კარგად გამოვიყურებოდნენ. არაფერი არ უნდა მეკარე კაცი ხარ კაცო დავай შეხსა მე დავай აქსალი მოდიხ დავай